25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კი საზეიმო ლიტურგია სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრემ მეუფე შიო მაღავლინა. სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მხოლოდ 1953 წელს აღიარა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ ადგილობრივ ეკლესიათა დიპტიხში მე-6 ადგილზე. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის უშუალო მონდომებით კი მსოფლიოს საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წლის 4 მარტს ცნო. 12 მარტს ძველი სტილით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღვლენილი წირვის და პარაკლისის შემდეგ დამოუკიდებლობის ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა გამოაცხადა. ეს იყო უდიდესი მოვლენა, რომელსაც სულ მალე მოყვა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება. მინდა დღეს განსაკუთრებით თქვენთან ერთად მიულოცო ეს დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ დააგვირგვინა ბრძოლა ავტოკეფალიისთვის. მისი დიდი ავტორიტეტით, დაუღალავი ძალის ხმევით 1990 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ცნო და აღიარა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია და საპატრიარქო ტიტული. 1917 წელს ეკლესიაში შეიკრიბა სასულიერო და საერო დასი, რომელთაც გამოაცხადეს ეკლესიის დამოუკიდებლობა და დადეს ფიცი, რომ ისინი დაიწყებდნენ ბრძოლას პოლიტიკური ქვეყნის დამოუკიდებლობისთვისაც, რომელიც 1 წლის თავზე უკვე შეძლეს. სწორედ ამას ჩვენი დიდი წინაპრები შეეწირნენ, მათ თავდაუზოგავი შრომა გაწიეს და დღევანდელი დღეს აღვავლინეთ ლოცვები მათი სულების საოხად და უკდავსაყოფად. ავტოკეფალიის აღდგენა არის ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, რამაც უდიდესი როლი შეასრულა ხალხის რწმენის სიმტკიცესა და ერის ერთიანობის პროცესში. მე ულოცავ მთელ სამოციქულო ეკლესიას, ყველა მორწმუნეს ამ დღეს ქართველებსა და აფხაზებში.